კამპანიის ეკომეგობრული კახეთის ფარგლებში, შერჩეულ საჯარო სკოლებში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა განთავსდა. მოსწავლეებმა დაზიანებული ნივთების შეგროვება უკვე დაიწყეს. კახეთში სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების საპილოტო კამპანიის ფარგლებში 14 დღიანი კონკურსი ტარდება. გამარჯვებულები კი სწორედ ის სკოლები გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებს. პროექტს ახორციელებს ასოციაცია Wasteless, რომელიც 17,000-ზე მეტ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. ნარჩენები დღეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის და მსგავს საკითხებს ჩვენ გეოგრაფიაში ვასწავლით მე-10 კლასელებს. ამათ უკვე იციან თეორიულად ნარჩენები როგორ შეიძლება დავახარისხოთ და როგორ რა ზიანს აყენებს ის გარემოს. და მიხარია რომ ასეთი კარგი პროექტი იქნა წამოწყებული ჩვენს რეგიონში, სადაც ჩვენც ვართ ჩართულები და ბავშვები ამას უკვე პრაქტიკულად განახორციელებენ, ამაღლდება მათი თვითშეგნება და ისინი აქეთ იზრუნებენ სხვა ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი სკოლა ჩართული არის Wasteless პროექტში, ეკომეგობრული კახეთი. თითოეული ბავშვი აქტიურად არის ჩართული ამ ნარჩენების, ელექტრონარჩენების შეგროვებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში. ამისათვის ჩვენ ვაკეთებთ პოსტერებს, ვიყენებთ სოციალურ მედიას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი გამარჯვებული.